ახლა შევდივართ ვაცლავის მოედანზე მდებარე ვიტოგნე რეილვეი რესტორანში. რესტორანმა სახელი მახვილგონივრული გადაწყვეტილებით გაითქვა. შეგვეთ აქ ბარმენის ნაცვლად მატარებლებს, რომლებიც 900 მეტრის სიგრძის მინერ კინგზაზე გადაადგილდება. რესტორანში ლოდინვარ უმარ მოგიწიოთ, წინასწარ უნდა დაჯავშნოთ ადგილი, საიტიდან რომლის მურცაც აღწერაში გაგიზიარებთ. თუ ადგილს ამ საიტიდან დაჯავშნით, დიდ მადლობას გადაგიხდიან და თანხას მომსახურების საკომისიოს გამოკლებით გამოგართეთ. ვიმყოფებით ლუდის ბაღში, სადაც ლუდი მოაქვს მატარებელი. აქ ნაკლები მატარებელი. აქ ჩამოგისხმევენ ლაგერის ტიპის ლუდს, რომელიცაც მასახელებს ორიგინალური შეურქმები აქვს. თეთრს ქვია კოქსი, ხოლო შავს მაზუტი. ლაგერის ტიპის ლუდი მუშავდება დაბალ ტემპერატურაზე, რაც ლუდს უფრო სუფთა და რბილ გემოსცემს. ლაგერი პირველად შექმნეს ჩეხეთში 1840-იან წლებში. ლაგერი პოპულარობის პიკზეა და მრავალი ბრენდი აწარმოებს მის სხვადასხვა ვარიანტს. ყველაზე ცნობილია პილსნერ უნქველი ჩეხეთი, ჰეინეკენი ნიდერლანდები და ბუდვაიზერი ამერიკის შეერთებული შტატები. საჭმელი იყო საქონლის ხორცი ეწენა. სურათები არა აქვს მენიუს დაცული, რაც ძალიან ცუდია და საქონლის ხორცი იყო უმი. ნიუ-იორკში, წიწაკაში და ხახუში რესტორნის ეს ინოვაციური კონცეფცია განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს როგორც ბავშვებზე, ასევე ზრდასრულებზე. მატარებლის სიჩქარე 20 კმ/სთ-მდე აღწევს, თუმცა ისინი მიტანისას ანელებენ. გადიან ხიდებზე, გვირაბებში და ბუნებრივი დეკორაციების გვერდით. საბოლოოდ კი თქვენი მაგიდის სადგურზე ჩერდებით. რესტორანში შეგიძლიათ გასინჯოთ როგორც ჩეხური ტრადიციული კერძები, ასევე საერთაშორისო მენიუ, რაც მას ტურისტებისთვის მეტად მინდვრელს ხდის. არის სპეციალური მენიუ ბავშვებისთვისაც. ფასები საშუალოა, რაც ადგილობრივებსაც იზიდავს. გარდა მონტანისა, ასევე თქვენ წინ გამოვიდეს მატარებელი, რომელზეც შეგიძლიათ დადოთ ცარიელი ჭურჭელი და ის მას სამრეცხაოში გააქაროთ. რესტორნის დიზაინი სტუმრებს საშუალებას აძლევს დააკვირდეთ თითოეულ დეტალს და მატარებლის მოძრაობის მარშრუტებს.